88 წლის წინანდელ კანონდამცველებს გადაწყვეტილების მიღებისას დიდხანს არ უფიქრიათ. დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს განაჩენი მესამე დღეს გამოუტანეს. და პარმენ საბეკია და კინტო მიქაია 1921 წლის 21 სექტემბერს დახვრიტეს. საქმე ნომრით 407 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების არქივში ინახება. აქ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ორი ახალგაზრდა მამაკაცის ისტორიაა მოთხრობილი. პარმენ საბეკიამ ცოლის მოყვანა გადაწყვიტა და ქალის ხელის სათხოვნელად სასიმამროს მეგობარ კინტოსთან ერთად მოკრძალებით ეახლა. ქალის სათხოვნელად მოვიდა. ერა ქალი უნდა მოგატყოთ, ხურდები და ყაჩაღები ხარ. თუმცა სასიძო ოჯახის უფროსმა დაიწუნა და მას რამდენიმე თვის წინ მეზობელ კიკავასთვის ცხვარის მოპარვის ამბავი გაუხსენეს. საბეკიამ საცოლე ოჯახში სტუმრობიდან რამდენიმე დღეში მოიტაცა. მე ვიცოდი რომ ქალი თანახმა იყო და არ მომიტაცია. ეს საბეკიას ჩვენებაშია დაწერილი. ვერც მე და ვერც კინტო ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამას კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ჩაგვითვლიდნენ. მაპატიეთ. ქალის მოტაცებიდან რამდენიმე საათის შემდეგ კინტოცა და პარმენიც ჟანდარმერიამ დააკავა. ისინი მაშინვე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საშიშ პირებად მიიჩნიეს და დილეგის გზას გაუყენეს. საბეკია, რომლის საცოლედ ჟანდარმერიასთან ჩვენებაში გადაცების ფაქტს უარყოფდა და ნებაყოფლობით გათხოვებას აფიქსირებდა, მაინც დახვრიტეს. თუმცა საბეკიას მეგობარიც ზემოდან მიაყოლეს და ისიც იქვე დაასამარეს. ორივე მათგანი 3 დღის შემდეგ დაიხვრიტა.